რატომ დამარცხდა გლობალური ლიბერალიზმი საქართველოში. რა თქმა უნდა, მე მგონი სოფლიოში ყველგან ყავთ მაგათ, ყველა ქვეყანაში ყავთ თავიანთი ადეპტები, საქართველოში ყველაზე იდიოტები აღმოჩნდნენ. ჩემი აზრით. და ამიტომ ესეთი, მაგრამ თვითონ იქ არის პრობლემა, მეგობრებო. მაგას ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ, აი ნუკრი კარგად ლაპარაკობს ამ საკითხებზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფუკუიამას ცნობილი თეზა, რომ ეკონომიკა მხოლოდ დემოკრატიებში ვითარდება და ავტორიტარული რეჟიმები ეკონომიკას ვერ ანვითარებდნენ, არ აღმოჩნდა მართალი. დიახაც ჩინეთი, რომელიც არის ავტორიტარული რეჟიმი, სულ ცოტა ხანში გახდება მსოფლიოს ნომერ პირველი, უკვე არის რაღაც გარკვეულ ხო, მაგრამ ბოლომდე გახდება ნომერ პირველი ეკონომიკა. და აღმოჩნდა, რომ ტექნოლოგიების განვითარებას და ასე შემდეგ არ მიმდინარეობს დემოკრატიებში უკეთესად, ვიდრე ავტორიტარულ რეჟიმებში და ეს არ არის ფაქტორი. ეს რომ ასე მოხდა და პლუს ბევრი ციკლი დასრულდა, ხელოვნური ინტელექტი მოდის გენაცვალე, ბევრი რამ შეიცვალა, ტრანსპორტირების საზღვაო თემა აღარ არის ისე აქტუალური და ბევრი საკითხი აქ მას ბევრი დაწერილა. ამიტომ დასავლეთი განიცდის დეკადანს. ევროპას შეხედეთ რა ხდება. ევროპას ისლამიზაცია ემუქრება თავიდან ბოლომდე თუ არ არის უკვე ისლამიზირებული. ნიუ-იორკი ყავს მუსულმანი მერი, რომელიც აგიჟებს ტრამპს პირდაპირ, ხო? ლონდონში მუსულმანი, მანჩესტერში მუსულმანი, უმრავლესობა მუსულმანები მოქალაქეებთან არ დაგავიწყდეთ, ხო? და ეს არის დეკადანსი, ევროპის დეკადანსი. სხვა ხალხის ისმის აქ ჟანგული. როცა მე ამას ელემენტარულად ვუხსნი და მაგალითებიც მომყავს, ხო, ვიღაცებისთვის. კატეგორიულად კედელს შევასწრებ. არ ესმით. ანუ ქართულ ისეთ ლიბერალებს რომელსაც წესწნა ესმოდეს. არ ესმით, ბიჭო, ვერ აღწევ ამაში. всё, დამთავრდა, წავიდა. და რელიგია შალვა. ჰა? და რელიგია. ხო და აქედან გამომდინარე რა კარგად იქცეოდა და იქცევა და მოიქცევა ჩვენი ხელისუფლება. რომელმაც ეს როდის ჯერ ომამდე, მაგრამ ომის დროს ძალიან კარგად ამაზეც იყო გათვლილი. ეს უდიდესი რისკი იყო, მოდი პირდაპირ თქვათ, ოცნების და ბიზინა ივანიშვილის, რომ ჯერ კიდევ მაშინ 2022-ში აი ესე მკვეთრად ეს ძალიან დიდი რისკი იყო. ეხლაც არის, მაგრამ აი ესე კარგად გასჭრიდა, რომ დათვი არის დაჭრილი რა. ეს არის კოლოსი, რომელიც თიხის ფეხებზე დგას რა.